მოგესალმებით. მე ვარ ნინა შანხოფი, ბედური ასტროლოგი და ამ ეპიზოდში მე მოგიყვებით, რატომ არის ნატალური რუკა, როგორიც არის და საერთოდ რას ნიშნავს ჩვენი ნატალური რუკა. ესე იგი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ ენერგია, უბრალოდ და ფიზიკიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ორი ფიზიკური საგანი ერთმანეთზე ახდენს გავლენას, ყველამ ვიცით და აქედან გამომდინარე ის, რომ ამხელა პლანეტები ჩვენზე როგორც ერთ პატარა ენერგიის გუნდაზე, როცა ვიბადებით, გავლენას ახდენს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. და როდესაც ვიბადებით, ის წამი, როდესაც პირველად ჰაერს ჩავისუნთქავთ, არ არის მხოლოდ წამი, როცა ჰაერი ჩავისუნთქეთ. ამ დროს სინამდვილეში ვისუნთქავთ პრანას, ანუ ენერგიას, ნატიფ ენერგიას, რომელიც იმ მომენტში სამყაროში არსებობს. და იმ მომენტში სამყაროში არსებული ენერგიის ანაბეჭდი ჩვენში სამუდამოდ ხდება ცნობიერი. ცოტა ეზოთერიკულად რომ დავინახოთ ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე არის ის მომენტი მნიშვნელოვანი და ახდენს მერე ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას. წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც ვიბადებით, ხო? ამ მომენტში პლანეტები არის რაღაცა პოზიციებში განლაგებული. წარმოიდგინეთ პლანეტები ენერგიებად, რომელიც გვასხივებს. რა თქმა უნდა, უფრო პლანეტა, რომელიც ჩვენ თავზეა და ახლოს არის და პირდაპირ გვასხივებს, მისი სხივები პირდაპირ გვხვდება, უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე პლანეტა, რომელიც, თქვა, დედამიწის მეორე მხარეს არის. ან დღისით ვიბადებით თუ ღამით, მზის სხვადასხვანაირი ენერგია გვაქვს, თუ დღისით ვიბადებით შუა დღისას, მზე გვასხივებს პირდაპირ, ხო? და თუ შუაღამისას ვიბადებით, მზის არაპირდაპირ ენერგიას ვიღებთ. ესე წარმოიდგინეთ ყველა სხვა პლანეტაც. ანუ ზოგიერთ პოზიციაში პლანეტა, ანუ ენერგია გრძნობს თავს ძალიან კომფორტულად. ცის რომელიღაცა მონაკვეთში. ცის რომელიღაცა მონაკვეთში პირიქით. გრძნობს ძალიან არაკომფორტულად ენერგია თავს და შესაბამისად ჩვენც მოგვეწოდება არა თავისი საუკეთესო მდგომარეობით. ეს არის დაახლოებით იმის მიზეზი, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა გამოცდილება. აქვთ სხვადასხვანაირი მერკური, აქვთ სხვადასხვანაირი მარსი, ანუ სხვადასხვანაირად შეუძლიათ კომუნიკაცია. ენერგია სხვადასხვანაირად მოძრაობს სხეულში და ასე შემდეგ. ეს მომენტი, როდესაც პირველად ენერგიას მივიღებთ სამყაროსგან, აღბეჭდია სამუდამოდ ნატალურ რუკაში. როდესაც მე ვსაუბრობ ხოლმე ნატალური რუკის ცვლილებაზე, მე არ გულისხმობ, რომ ფიზიკურად შეიცვლება ნატალური რუკა. ანუ ნატალური რუკა ისევ ის იქნება, ისევ სამყაროს სურათი იქნება, როდესაც ჩვენ დავიბადეთ, მაგრამ ის ენერგიები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აი ამ ენერგიების გასწორება შეგვიძლია. შეგვიძლია ენერგია, რომელიც პლანეტის, რომელიც არასწორად მოგვეწოდებოდა იმ მომენტში და მე მთელი ცხოვრება რაღაცას იწვევს, ჩვენ შევასწოროთ. ისე რომ ფიზიკურად რუკაში იქნება ეს ზუსტად ისევ მდგომარეობაში, მაგრამ პრაქტიკულად იმოქმედებს სხვანაირად. ეხლა ჩნდება ესეთი კითხვა, რამდენად სამართლიანია ეს, რომ აი როდესაც მე დავიბადე, შეიძლება სატურნი იყო რთულ პოზიციაში და მე მთელი ცხოვრება პრობლემები უნდა მქონდეს სატურნთან დაკავშირებით, ხო, ნებისმიერ სხვა პლანეტასთან დაკავშირებით. და ვიღაცა დაიბადა და ამ დროს პლანეტები იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში ცაზე და აქვს შედარებით ადვილი, შედარებით ბედნიერი ცხოვრება. თუ შევხედავთ ესე, რომ ჩვენ როგორც სულს არ გვაქვს არანაირი ხასიათი, არანაირი გამოცდილება და ვგვართ სუფთა ფურცელი, ჩამოვდივართ და შემდეგ უკვე ხასიათს ვიღებთ იმის და მიხედვით რა ენერგიაც მივიღეთ. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს უსამართლოა და ზოგი ზუსტად ეს ეთვლის, რომ ჩვენ ვირჩევთ აი ამ პოზიციებს პლანეტების, ჩვენ ვირჩევთ ჩვენს ხასიათს როგორც ტანსაცმელს. და მერე აი ამ ტანსაცმელთან მოცემულობით ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ და ეს გამოცდილება მივიღოთ. ეს ძალიან გავრცელებული ასე ვთქვათ აზრია, მაგრამ სინამდვილეში ესე არ ხდება. სინამდვილეში ჩვენ
კი არ ვირჩევთ იმ მომენტს და ჩვენს ხასიათს. სულს აქვს უკვე ძალიან ბევრი გამოცდილება, როდესაც იბადება კონკრეტულად ამ ცხოვრებაში. და ყველა ჩვენი გამოცდილება აისახება შემდეგ ჩვენ ნატალურ რუკაში. ანუ მე როდესაც ვიცხოვრე ისე რომ დავაზიანე სატურნის ენერგია. შემდეგ ვიბადები იმ მომენტში, როცა ფიზიკურად ცაზე სატურნის ენერგია არ არის კომფორტულ მდგომარეობაში. და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა დეტალი, რასაც წინა ცხოვრებაში ვაკეთებდით, რასაც გადავამეტეთ. შეიძლება წინა ცხოვრებაში არ ვაკეთებდით და 5 ცხოვრების უკან რაღაცა ძალიან ექსტრემალურად არასწორად გავაკეთეთ და შემდეგ ეს 5 ცხოვრება ავტომატურად იგივეს ვაკეთებთ და ანუ იმ პლანეტის ენერგიას ვერ ვასწორებთ. ანუ ცნობიერება რა მდგომარეობაშიც მოდის დედამიწაზე, ზუსტად ისეთია რუკა. და რეალურად შეიძლება ახლა იფიქროთ, რომ რანაირად ელოდება ახლა ცნობიერება იმ მომენტს, რომ ყველაფერი შესაბამისი იყოს მისი გამოცდილების. მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერს ჩვენ ვამანიფესტირებთ, აქედან გამომდინარე, სამყაროც ჩვენ ირგვლივ მანიფესტირდება და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ აი ეს მომენტი, როდესაც პლანეტები ესე არის განლაგებული, ჩემი სულისთვის შეიძლება იყოს პორტალი, როდესაც აი ენერგია, ჩემ ენერგიას შეესაბამება, ჩემი ცნობიერების და ამ დროს შემიძლია მარტო დავიბადო და არა სხვა დროს. ესეთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. მე მქონდა იმის საშუალება, რომ დავკვირვებოდი რუკებს ადამიანების, რომელთა ცხოვრებაც საკმაოდ ცნობილია წინა ცხოვრებებში და დამენახა, რომ ამ ცხოვრებაში მათი რუკა თითოეული პოზიცია არის იმის გამოსახულება, რასაც წინა ცხოვრებაში აკეთებდნენ, რისიც სჯეროდათ. და შემდეგ ამ ცხოვრებაში ავტომატურად მოდის ცნობიერება ისე, რომ ყველაფერი, რაც იქ იყო ამ ცნობიერებაზე, რამაც ძალიან ღრმად დატოვა შთაბეჭდილება, ყველაფერი აქ რუკაში ჩანს. და აქედან გამომდინარე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არაფერი აქ უსამართლო არ არის. როდესაც ვიბადებით რაღაც კონკრეტულ დროს, ეს არის იმის გამოხატულება, როგორ ვიცხოვრეთ. შესაბამისად, თუ ამ ცხოვრებაში გავაგრძელებთ ისევ იგივეს და არ ვიმუშავებთ საკუთარ თავზე, არ შევცვლით ენერგიებს ჩვენში, შემდეგ ცხოვრებაშიც დავიბადებით ზუსტად მსგავსი რუკით. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ აი ეს მოცემულობა, ნული წერტილი, რომელიც არის ჩვენი დაბადება და რომელიც არის ჩვენი დაბადების რუკა, გამოვასწოროთ. რეალურად ადამიანის განვითარება გამოისახება იმით, რამდენად შორს წავიდა თავისი დაბადების წერტილიდან, თავისი რუკიდან. ანუ თუ ჩემთან მოდის ადამიანი და მე შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერი ვთქვა მასზე და ეს ყველაფერი არის მართალი, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს საკუთარ თავზე საერთოდ არ უმუშავია. მაგრამ შეიძლება კონსულტაციაზე მოვიდეს ადამიანი და მე აღვწერო მისი ძალიან ბევრი პოზიცია და მითხრას, რომ ხო, ესე იყო ადრე, მაგრამ ეს ყველაფერი დავამუშავე. ნუ ყველაფერს ახლა ვერ დავამუშავებთ, რა თქმა უნდა, ის კარმული დავალება ყოველთვის მაინც იგრძნობა, რომ ადამიანის მიდრეკილება აქვს რაღაც გაკეთებისკენ. მაგრამ აი მნიშვნელოვანი რაღაც შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრი დაამუშავოს. და მე ამისი კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, მაგალითად იმ 1 წლის განმავლობაში, რაც პლანეტარულ ჰარმონიზაციას ვატარებ, ეს არის ჩემი საავტორო მეთოდი და ჯგუფური თერაპია. მე ვხედავ, როგორ იცვლება ძალიან მნიშვნელოვნად ენერგიები ადამიანში, ისე რომ მის რუკას აღარ შეესაბამება. და თუნდაც 1 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობა რამხელა შედეგს გვაძლევს. და შემდეგ უკვე ის რთული პოზიციები, რაც არის უნიკალური ჩვენს რუკაში, შეიძლება გავხადოთ ჩვენ ძლიერ მხარედ. რადგანაც თუ დავიბადეთ განსაკუთრებულ დროს, როდესაც ორი პლანეტა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და წარმოიდგინეთ ენერგიები გადადის ერთმანეთში და ერთმანეთს ხელს უშლის. და გამოდის ნაზავი ენერგიის, ანუ რაღაც უნიკალური ნაზავი გვაქვს, რომელიც სხვა ადამიანებს არ აქვთ, იმათ მიეწოდებათ სუფთა სახით, ანუ ორი პლანეტის ენერგია და ჩვენთან დასაწყისში ცხოვრების და არაცნობიერად ცხოვრების პერიოდში ძალიან ხელს შეიძლება გვიშლიდეს ეს ფაქტი.
სუფთა სახით არ მოგვეწოდება ორი პლანეტის ენერგია. მაგრამ როგორც კი ჩვენ დავიწყებთ უარყოფით მხარეებზე ამ შეერთების მუშაობას და დავიტოვებთ პოზიტიურს, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი სუპერძალა. რატომ არის, რომ აი ზოგადად ბიოგრაფიებს თუ გადახედავთ, ყველა ადამიანი თითქმის რომელმაც განსაკუთრებულ მიღწევებს მიაღწია ცხოვრების განმავლობაში, ყველა ადამიანმა გაიარა რთული ცხოვრება, იმიტომ რომ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული პოზიციები რუკაში და სანამ დაამუშავებდა და ავტომატურად ხდებოდა ეს ყველაფერი, იყო რთული ცხოვრება და შემდეგ რაღაცები გადააფასა საკუთარ თავზე იმუშავა, რაღაცა შეცვალა და შესაბამისად მიაღწია ისეთ წარმატებას, რასაც საშუალო სტანდარტული ცხოვრების მქონე ადამიანები ვერ აღწევენ. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ცხოვრება არის რთული, ჩვეულებრივზე უფრო რთული, ეს არის სინამდვილეში საჩუქარი. ეს არის სინამდვილეში ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა გახსნათ. იმიტომ რომ მე მინახია ბევრი ძლიერი რუკით ადამიანი, სადაც ყველა პლანეტა არის ძლიერი, თავის ადგილზეა და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. დიდად არასოდეს არ ვარდებიან იმ სიტუაციაში, რომ მივიდნენ იმ დონემდე, რომ დაინახონ საკუთარ თავში ცვლილებების და საკუთარ თავზე მუშაობის მოთხოვნილება გაუჩნდეთ. და ცხოვრობენ ჩვეულებრივად, დაამთავრებენ უნივერსიტეტს, სადღაც იმუშაონ მთელი ცხოვრება ერთ სამსახურში, რაღაც საშუალო ქორწინებაში იყვნენ, არც ძალიან ცუდში, არც ძალიან კარგში და არასოდეს არ დაუდგეთ ის მომენტი, რომ აი ეხლა რაღაცა უნდა შევცვალო და რაღაცა უნდა დავამუშაო ჩემში. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში ის, რომ შეიძლება კონდეს ადამიანს რთული ცხოვრება, ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ ეს არის უკვე გამოცდილი სული, რადგანაც აი როდესაც იწყებენ სულები ინკარნაციას, არის რომ თავიდან ირჩევენ ძალიან ადვილ ცხოვრებებს. იმიტომ რომ უბრალოდ მიეჩვიონ დედამიწაზე რა ხდება, ან ნებისმიერ ინკარნაციაში რა ხდება. და როდესაც სული უკვე გამოცდილია, მას უკვე ადვილი ცხოვრება აღარ აინტერესებს ის, რომ ყველაფერი გამზადებული დახვდეს, როდესაც დაიბადება. უნდა რომ თვითონ რაღაცა გააკეთოს, თვითონ შეცვალოს რაღაცა და წარმოიდგინეთ ვიღაცამ რომ გითხრათ, რომ თამაში უნდა ითამაშოთ და თამაშობთ სულ ერთი და იგივე მარტივ თამაშს, ხო? მოსაბეზრებელია. გინდათ რომ რაღაცა გართულდეს ამ თამაშში, რაღაცა სირთულეები შემოვიდეს და ამ სირთულეების გადაჭრა უფრო დიდ სიამოვნებას მოგიტანთ, ხო? ესე არიან გამოცდილი სულებიც. ამანიფესტირებენ. არ ეშინიათ რაღაცა გარისკონ, არ ეშინიათ რაღაცა ზედმეტად გაამრუდონ რომელიღაც პლანეტის ენერგია, რადგანაც გამოცდილება შეიძლება გქონდეთ, რომ ხო, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გამოვასწორო. და ამის გამოსწორება კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მომიტანს, ვიდრე უბრალოდ დავიბადო და დიდად არაფერი არ გავაკეთო განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქვს აზრი საკუთარ თავზე მუშაობას, არა მარტო აზრი აქვს, ეს არის ჩვენი დაბადების მიზანი. ის არ არის, რომ უბრალოდ ჩვეულებრივად ვიცხოვროთ და ანუ უნდა შევხედოთ ყველა ამ ყველაფერს შედარებით როგორც თამაშს. და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ და შევხედოთ იმ სულიერი სიღრმის პერსპექტივიდან, როდესაც სული მოდის თუნდაც დედამიწაზე რაღაც გამოცდილების მისაღებად. შეიძლება ვიღაცამ მიფიქროს ახლა, რომ აი წარმოუდგენელია ახლა მე რატომ დავამანიფესტირებდი ესეთ საშინელ ცხოვრებას. ანუ ესეთ უბედურებას, ესეთ ტკივილს, როგორ შეიძლება მინდოდეს, რომ ეს გამოვცადო, ხო? მაგრამ სინამდვილეში იმ პერსპექტივიდან, როდესაც აბსოლუტურ სიყვარულში ვართ და არაფერი არ გვაკლია, ეს ჩვენი პრობლემები, დედამიწური და დედამიწური ტკივილი ჩანს ძალიან ადვილ გადასატანად და არის რეალურად მართლა რაღაცა, რაც თუ გაგვახსენდება, რომ ილუზიაში ვართ, ძალიან ადვილია რომ გადავიტანოთ. აქედან გამომდინარე, მე გირჩევდით,
რომ გამოიყენოთ ასტროლოგია როგორც ძალიან ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ დაინახოთ კონკრეტულად რა ხდება თქვენს რუკაში. ანუ ჩვენ როგორც ერთი ინდივიდი ძალიან ხშირად ვერ ხვდებით რა არის ჩვენში განსაკუთრებული. ანუ შეიძლება წაგვივიდეს ამაზე ძალიან დიდი დრო ამის ანალიზზე, მაგრამ ცხოვრების დასაწყისში, მაგალითად, როდესაც ხართ 20 წლის, ხო? შეგიძლიათ უცებ გააკეთოთ თქვენი ასტროლოგიური რუკა, რაღაცა ძალიან ცოტა ცოდნა მოიძიოთ ასტროლოგიური და უკვე ძალიან ბევრ რაღაცას დაინახავთ, თუნდაც პროფესია როგორ უნდა აარჩიოთ დაინახავთ და არ წახვალთ ძალიან ბევრ არასწორ გზაზე. რა თქმა უნდა, არასწორი გზა არ არსებობს, ეხლა სულს ექნება ესე დაგეგმილი, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს, სანამ ზუსტად იქამდე მივა, რაც უნდა გააკეთოს. მაგრამ რაღაცა სინათლე შემოიტანთ თქვენ ცხოვრებაში, უფრო გასაგები გახდება ძალიან ბევრი რაღაცა და უფრო მეტ ჰარმონიაში ცხოვრებთ საკუთარ თავთან, მაშინ, როდესაც მიიღებთ ცოდნას საკუთარი თავის შესახებ. და ესეთი ხარისხის ცოდნა ძალიან იშვიათია, რომ სხვა რაღაცით შეგეძლოთ მიიღოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი საკუთარი თავის შეცნობა ითხოვს დიდ სამუშაოს ჩატარებას და ითხოვს ცნობიერების გაფართოებას. და ასტროლოგია იმით არის უნიკალური, რომ არ სჭირდება ამ დროს ცნობიერების გაფართოება, რომ საკუთარი თავი შეიცნო, პირდაპირ ის არის როგორც ინსტრუქცია წარმოიდგინეთ. ჩვენ ყველას მოყვება ინსტრუქცია ასტროლოგიურ რუკის სახით. და შეგვიძლია ძალიან ესე კარგად ამოვიკითხოთ ის პოზიციები, რაც დასამუშავებელი გვაქვს. და მე მინახია, რომ აი ურთულესი პოზიციებიც კი აი პლანეტამზე მაგალითად არის ვედური ასტროლოგიის მიხედვით სასწორის 10-დან 15 გრადუსამდე 10 გრადუსში უფრო მეტად დებილიტაციაში და ეს არის მზე, რომელიც არის ყველაზე სუსტი. მე მინახია მაგალითად ესეთი მზით ადამიანი, როგორ მუშაობს საკუთარ თავზე და 1 წლის განმავლობაშიც კი ძალიან დიდ შედეგს იღებს. იქიდან გამომდინარე, აი უსუსტესი პლანეტაც კი შეიძლება რომ გამოასწოროთ და შეიძლება ეს იყოს ისეთი სამუშაო, რომელიც აი სულმა ვერ მოახერხა უკანასკნელი 5 ცხოვრება რომ ჩაატაროს საკუთარ თავზე და კიდევ უფრო გააუარესა ეს პოზიცია, მაგრამ მოვიდეს იმ წერტილამდე, რომ დაინახოს რა არის გამოსასწორებელი და დაიწყოს ამაზე აქტიურად მუშაობა. და შემდეგ უკვე ხო ის მზის ენერგია, რომელსაც ადამიანი ამ ხელამინუსიდან ასწორებს, არის ძალიან სუფთა სახის და სხვანაირი ურთიერთობა უჩნდება ამ ენერგიასთან, ვიდრე აი გამზადებული ძლიერი მზე, რომელიც არანაირ პრობლემას არასოდეს არ გიქმნის და ფაქტიურად ეხლა ეს ცოტა ეზოთერიულად რომ განვიხილოთ, არის საკუთარი სულთან დაახლოება, ანუ ფაქტიურად სულთან არ აქვს კავშირი დიდად, როდესაც ინკარნირდება თუ სუსტი მზე აქვს ადამიანს და აღადგენს სულთან კავშირს, მაგრამ ის რაც აღადგინა და არ იყო იქამდე მისთვის ბევრად უფრო ძვირფასია, ბევრად უფრო აღქმადია, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა და მგონია რომ ეს მოცემულობაა და ყველაფერი ესე შეიძლება იყოს. და ბევრს გონია რომ ასტროლოგია არის, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული და სჭირდება ძალიან დიდი დრო რომ შეისწავლო, მაგრამ თუ დაიწყებ და უბრალოდ საკუთარ რუკას გააკეთებ და უბრალოდ ელემენტარულ პოზიციებს დაიწყებ და მიყვები, რომელი პლანეტა რას ნიშნავს, რომელ სახში შეიძლება რა მნიშვნელობა ქონდეს, ძალიან მალე დაინახავ ისეთ რაღაცებს, რაც გაგაცნობიერებინებს სიღრმეებს საკუთარი ხასიათის და საკუთარი ფსიქიკის. ასე რომ მე ნამდვილად გირჩევდით, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. დიდი მადლობა. შემდეგ ეპიზოდში ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად პლანეტების ენერგიების შესახებ.